სწორედ ახლა იმ ადგილს უახლოვდები, სადაც მე და თაკოს სტიქია დაგვატყდა თავ. შეიძლება ბევრ ადამიანს გაუკვირდეს, რატო ვარ ახლა მარტო და რატომ არ არის ჩემ გვერდზე უმშვენიერესი, უნაზესი თაკო. სუსტია, ნაზია, მას ძალიან შეცივდა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ხვამლის მთაზე ექსპედიცია მარტო გამეგრძელებინა. მაინც ეს ბუნება რა არის, არა მთა. ცხენები დავინახე და მინდა რომ მივიდი ახლოს, გავაჭენო. იმედი მაქვს, როგორც რამოდენიმე დღის წინ ხვამლის მთამ გვითავაზა, ცუდი ამინდი ისე არ მითავაზოს ცხენმა წიხლი. მოდი ჩემთან. ჩალამაზი ხარ. რა ვქნა, რა გავაკეთო? არ გამომივიდა მათთან ურთიერთობა და წავედით ისე ხვამლის მთაზე. GDS ექსპედიცია ხვამში იქიდან დაიწყო, სადაც სტიქიის გამო შეჩერდა. ამ ტერიტორიაზე ჩვენი კარვების და ნივთების ნარჩენები აღმოვაჩინეთ, რომლების წინა დღეს ქარიშხალმა გაანადგურა. აი ეს არის ის სოლები, რომლითაც კარვები იყო დამაგრებული და აი ის ნაკვალევი ახლა ამოვიღე ზუსტად. ამ ხეზე ძალიან ბევრი რამ მქონდა ჩამოკიდებული. მაგალითად, ალბათ ვიღაცამ ეს საწუმარი ჩამოკიდა, რომლის ნარჩენებიღაა დარჩენილი. გავაგრძელებ ახლა გზას, არა ფეხით, არამედ ჩვენი GDS ავტომობილით, რომელიც აი გვერდს გვიმშვენებს ჩვენ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ავტომობილს აქვს ხიდები. და ამ ხიდების ჩართვის შემთხვევაში ნებისმიერი გზა შეგვიძლია თავისუფლად ავიაროთ. მიდი. ეს არის ის ბოლო წერტილი, სადაც ავტომობილით ამოსვლა შეგიძლიათ. დაახლოებით 1 კილომეტრში არის სალოცავი, სადაც დღესასწაულზე ხვამლობას ამოდიან ჩვენ აუცილებლად ავალ სალოცავში და აუცილებლად ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიასაც მოგიყვებით. წავედით. ხვამლის მთაზე ასასვლელად საკმაოდ მძიმე დამღლელ გზას გადიხართ. თუმცა იქ ასვლის და მოგზაურობის დროს იმდენად დაუვიწყარი ხედები იშლება, რომ დამიჯერეთ ამ გზის გავლა ნამდვილად ღირს. ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერს. რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე, ფრიად მაღალი. მიეგო ამას სახელი ესე სიმართლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით. ხომს სულხან-საბადს განმარტავს, როგორც ვარსკვლავთკლებულს. ხვამლის მთას რომ ვარსკვლავებთან და ზოდიაქოს ნიშნებთან კავშირი აქვს, ამას სწორედ ეს ძველი ობსერვატორიაც ადასტურებს. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, აქ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ობსერვატორია იყო, შემდეგ უკვე წარმართული სალოცავი და უკვე მე-16 საუკუნიდან აი ამ სახით, რა სახითაც ახლა შევხედავთ, უკვე წმინდა გიორგის სალოცავია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიმშვიდეა აქ. დაგველოდეთ და რამდენიმე წუთში უკვე შემდგარი ექსპედიცია ხვამში ისევ გაგრძელდება. მე შევეცდები ის გამოქვაბულები გაჩვენოთ, რომელშიც ლეგენდის თანახმად სამეფო განძი დღემდე ინახება. დღეს კი წელიწადის ნებისმიერ დროს მხოლოდ ყინული გვხვდება. უყურეთ GDS ექსპედიციის მოგზაურობას და ჩვენთან ერთად ნახეთ ის მთა, სადაც ამირანია მიჯაჭვული. ასევე გაჩვენებთ კლდეზე გამოსახულ პიქტოგრამებს, რომლებიც სავარაუდო ცივილიზაციის საწყისს ასახავს. და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, არ გადართოთ და ნახეთ კავკასიონი და შავი ზღვა ერთ პანორამაში.